ყველას მოგესალმებით, მიმართავთ საფარელი, ხელოვანი, შემოქმედი მუსიკოსი კონკრეტულად. დღეს შედგება ჩემი ორი ახალი ნამუშევრის პრეზენტაცია, კლიპის პრეზენტაცია. ერთი გახლავთ ნინო ვანელის საავტორო სიმღერა, მისი გახლავთ ლექსის და მუსიკაზეც გახლავთ სიმღერა ადამიანებს. მეორე გახლავთ ვლადიმერ გურგუშვილის ლექსზე, ქალბატონ მანანაიძის სიმღერა ქუთაისში ვარ რა მეყოლება. ორივე კლიპის პრეზენტაცია დღეს გაიმართება კინოთეატრის სტადიონში, ქუთაისის შუაგულში. არის რომ პრესპინაკ ხარც და შეგაწუხეთ არის ამ სიმღერებზე გადაღებული კლიპები. პირველი კლიპი რომელსაც წარმოადგენენ ნინი მოდი შენც შემოწირფასო მოდი გთხოვ. იმიტომ რომ მე როგორ შეიძლება იმათმა გაიწევ ვეღარ მოხერხეს და ამიტომ სიმღერა რომელსაც გამოვშვებთ პირველად კლიპს ეს გახლავთ სიმღერა ადამიანებს რომელიც დაიწერა ფაქტობრივად ჩემს ცხოვრებაზე. მე ამიტყობია ნინისთვის რომ ჩემს ცხოვრებაზე დაიწერა. მე უბრალოდ ცხოვრობ ჩემთვის სიმღერა დაიწერა და ტექსტიც მუსიკაც მისი გახლავთ და როდესაც მოვისმინე მისი ნამღერი ცოტა შემიძლია იმიტომ რომ ფაქტობრივად არის ჩემი ბიოგრაფია, ჩემი ცხოვრება და ნინი ძალიან დიდი გამოგივიდა ეს ძალიან დიდი მადლობა შენ ამისთვის და ლევა შენ გთხოვ მოსვლას შენც ესალმე ჩვენს დროს პირველი სკოლის მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან თბილი და საყვარელი სახებია. ამ მონაწილე ვარ. მადლობა შენ ყოველთვის. აი მოხდა გაჩნდა ჩემი ინჟინერესი 10 გამოწია. ძალიან დიდი მადლობა. ლევანმა გადაიღო ამ სიმღერაზე კლიპი და მე ვთხოვე რომ თქვი ბევრი ინტიმიტი იყოს თქვენ ნამუშევარში და მე მგონს რომ ვიტყვით რომ შენ ამ სიმღერაზე ხوارიღებ კლიპს როგორ მომწონს წელიწადის 4 დრო. ანუ იმენა რამდენად ადამიანის ცხოვრება შედგა გაზაფხულისგან ზაფხულით და ერთში. გარკვეულ სიმღერას მისის ფრათოს და მაგის შემდეგ უკვე მე სულ ვიყავ დასული გარკვეული პერიოდის განმავლობაში და როდესაც დაბრუნდი კიდევ ერთხელ ხوارო გადაგვეღო ეს კლიპი და მე მგონი შედგა ეს კონკრეტულად კაც ნდოს ახლა
ძალიან ძვირფას ადამიანებს, რომლებიც გვერდში ამომიდგნენ, რომ დღევანდელი დღე შემდგარიყო. უპირველესად, რა თქმა უნდა, თვითონ კინოთეატრი საქართველოს ადმინისტრაციას, რომლებმაც დიდი შეღავათი გამიგეთეს ფარდში. და დროებითი გვერდით დამიდგნენ, ყველაფერში აბსოლუტურად რასურვილიც გამოვხადე და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის, ქალბატონო. სახელი შემახსენეთ. ირინე, ქალბატონო ირინე, უღრმესი მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. თქვენი ცხოვრება იქნება რომ ჩვენ ცოტა ორი სიტყვა თქვათ რო გავალთ. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, უერთები ამ სასეიმო განწყობილებას. მინდა პირველ რიგში მიულოცო ეს დიდი წარმატება ჩემს უახლოეს მეგობარს, პატივცემულ საბა საფარელს, ჩემს წინამორბედებს, ეს ყოველები კი პირდაპირ და ორთავის ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ცხინვალე შედევრის შექმნაში. თავსა შეგაცხენდა მოგცემს უფალი ძალას იმისას, რომ კიდევ ერთხელ და რამდენჯერმე შევხვდეთ ერთმანეთს, მოკლედ კი მინდა გითხრათ, რომ 3500 წლოვან ქალაქში თუ ვინმე გააკვირვებდა ოდესმე და ვინმე გააკვირვებს, ერთ-ერთი ჩვენი უკვე ღირსეული ქალაქის წევრი, ასე რომ ჩვენი სულის ნაწილი არის საბა საფარელი და მინდა ყველაფერი ამისათვის გადავხადო უღრმესი მადლობა. მიულოცო კიდევ ერთხელ და აი გოითეს სიტყვის მოიშვა, რომ დაიმსახურო ადამიანის სიყვარული. კიდევ ერთხელ გიხდით თითოეულ თქვენგანს მადლობას ყველაფრისათვის და გაიხარეთ კარგად. მე მინდა ჩემს ძმაკაც გადავუხადო დიდი მადლობა. თენგო ძალიან დიდი მადლობა შენ. იმიტომ რომ გაცნობის დღიდან ყოველთვის ხარ ჩემი ძალა, იმედი და ყველაფერი. მე მინდა რომ დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ძმას კინძულს, ირაკლი კინძურაშვილს. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჰენრის და ნინის ჩემს მეზობლებს და მეგობრებს, რომლებმაც მოიტანეს კლიპები ტელევიზიაში და ტელეკომპანიარიუმის ვადეში იქნება ყოველთვის. ხვაზე მოგიტანს და დიდი მადლობა ამ შემოთავაზებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ეს რადიოში დარდიმანდი და ადაიდარდო და ძალიან მიხარია.
ახალებას გთხოვთ გადავინაცვლოთ სუფრასთან. ორი წამით გათამაშება გვაქვს. პასუხები იქნება დასწრებაზე და ვინც მომაღლა იტყვის საბა მოდი დამიდექი გვერდში. არ ვიცხარო, ოკეი, ნელა შეგეკითხებით. პირველი შეკითხვა. ვის ამსგავსებენ საბა საფარეს? გაიმარჯვე. ჯანეთ, მოდი ჩვენთან. თან უნდა ნახოთ, რომ საჩუქარი სიმბოლური არის და გვერდენ დღესთან ძალიან შესაბამისობაში. ლერნ დამზადა ეს ჭიქები, წარწერით ქუთაისში რა გამენაღვლება. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ფრაზა გახიჭდა მე მგონი და ლერი მადლობა რომ ამაში მეხმარები. ლერის დიდი მადლობა საჩუქრებისთვის. და მაისურობიც გვაქვს ჩვენ, რომელიც შემაძმა კაცმა გამოგზავნა. ჯაკობსას დიდი მადლობა ახალციხიდან დაგვიბეჭდა და გამოგვიგზავნა. მეორე შეკითხვა. რომელი სიმღერის გამო ბაზდეს ბრალი საბა საფარეს დედამიწის გაჩერებაში? მოდი კინძო. შენი არის მეორე საჩუქარი. ქუთაისში ვართ რა გვენაღვლება. მეორე გამარჯვებული ჩვენი ვიქტორინი. თქვათ ხმამაღლა ეს გახდათ სიმღერა უძრაობა ქალაქში, რომელსაც როდესაც მე ვუკრავდი და ვამღერებდი ბექა არჩვაძეს, იმ პერიოდს დაემთხვა პანდემია და ჩვენ დაგვაბრალეს დედამიწის გაჩერება. მესამე შეკითხვა ცოტა უკუღმა უნდა დავსვა, იმიტომ რომ სანამ შეკითხვას დავასრულებ, თქვენ შეიძლება პასუხები წამოიძახოთ. სტანდარტულად სჭირდება ხოლმე 3 მეტრი. ეხლა შეკითხვა. რამდენი მეტრი ქსოვილი დასჭირდა საბა საფარელის შარვალ? 9 ვინ თქვა პირველი? მოდი მირო. სწორი პასუხია 9 მეტრი ქსოვილი დაჭირდა საბა საფარელის შარვალ კოსტუმის შეკერვას. მოდი თან სურათი უცებ. ილოცა. კარგი, მეოთხე შეკითხვა. 2 წლის წინ თეთხიძე გაიმართა შნაპების პერფორმანსი რეზო გაბრიაძის საპატივცემულოდ. საბამ გადაწყვიტა თეთხიძე დაკვრა. რა გადაუვარდა ხელიდან საბას? ლიაბა. არ მოცადე შეკითხვის დასრულებას. გიტარა, შნაპა თუ ტელეფონი? აი ხელი როაციან გოგომ გამოიცნო პირველი ან თეთრი კი აი თქვენ მომწან მე ის გავაგონა პირველი შეიძლება მე არ ვიცი ერთი კითხვა კიდე გვაქვს და კითხვა მიყვარს და ძალიან ბევრი ვიხალისე რომ ამ შეკითხვის სწორი პასუხი დამედგინა საბამოდი უშენოდ მე ამას არ დავსვამ მოდი ჩემთან ჩემი ფავორიტი შეკითხვა მომემზადეთ რამდენი წყვილი ფეხსაცმელი აქვს საბა საფარეს? მამაღლა. არა. 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 8 კვადრატი. არა. 15. 8 კვადრატზე უწყვია. სამოთ არ თქვა. 15. ცოტა ქვემოთ. 15. 80 თქვა გამოვიდეს ჩვენთან. მიულოცეთ აპლოდისმენტები. 70 წყვილი ფეხსაცმელი აქვს საბა საფარეს. ალბათ 1-3-4 წუთი მithuliდი მგონი, ხო? წარმატებები თქვენ და გილოცავთ გამარჯვებას. მეგობრებო, კიდევ ერთხელ უღრესი მადლობა ყველას და ეხლა გადავინაცვლოთ გვერდით მდებარე ოთახში
იმიტომ რომ ჩვენ ქუთაისში ვართ და რა გვინაღვლება.